ბიზნესში ინფლაციური მოლოდინები გაუარესდა ეროვნული ბანკის ახალი კვლევით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6-დან 8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში 0-დან 2%-ის ფარგლებში ელოდებიან. როგორ ითარგმნება მოლოდინები რეალობაში და რამდენად არის ბაზარზე ინფლაციის ზრდის ფაქტორები. ნუცა შუბაშვილი მუშაობს თემაზე და შეფასებებით პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნუცა გისმენთ. ანუკა მოგესალმები. დიახ, ის რომ წელს დიდი ალბათობით ინფლაცია დაჩქარდება, ამაზე ოფიციალური მონაცემებიც მიუთითებს, რომ ის თანახმადაც ბოლო თვეების განმავლობაში ინფლაციის ზრდის ტემპი შედარებით დაჩქარებული იყო და იანვარში, როგორც გვახსოვს, ინფლაცია 2%-მდე იყო გაზრდილი. როგორც აღინიშნა, ბიზნესის ინფლაციური მოლოდინები მომდევნო პერიოდთან დაკავშირებითაც გაუარესებულია, კერძო სების გამოკითხვის თანახმად გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ და ასევე დაკლებულია იმ ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში ელოდებიან. როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციაში აცხადებენ, გასულ პერიოდში სასურსათე პროდუქციაზე ფასების სხვადასხვა პროცენტულობით უკვე გაიზარდა, რისი მიზეზიც ლარის მერყეობასთან ერთად ისეთი რეგულაციებია, როგორიცაა მაგალითად სავაჭრო ქსელების მხრიდან კონტრაქტების განახლება, ასევე მერიის რეგულაცია, რომლის თანახმადაც დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვა გამკაცრდა. ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს რეგულაციები სრულად ფასებში ჯერჯერობით არ ასახულა, ამიტომ შემდგომში სხვადასხვა ტიპის პროდუქციის დამატებით გაძვირება გარდაუვალია. ზოგადად თითქმის ყველა პროდუქციაზე, უმრავლეს პროდუქციაზე რაც გვაქვს, ფასი უკვე გაზრდილი არის. ეს შეიძლება იყოს რაღაცა 5, 10 თუ 15, რიგ შემთხვევაში მეტი 20%-ითაც კი. მათ შორის თუნდაც ხელშეკრულების განახლების პროცესში, რომელიც დღეს მიმდინარეობს, თქვათ, რიტეილ სექტორთან, ეს შეიძლება მერყეობდეს 20%-მდეც და მეტზეც გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ დამატებით გადასახადი, რომელსაც აწესებს საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტი, ისახება იმ ფასში, რომელი ფასით მომხმარებელს ხვდება საბოლოოდ თაროს. ასევე ნეგატიური გავლენა იქონია გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვამ გარკვეული კატეგორიის პროდუქციაზე და იმ ფასებზე, რა ფასებითაც დღეს მომხმარებელს ხვდება თაროზე და ეს გაზრდილი ნაწილიც კიდევ უფრო აისახება უახლოეს პერიოდში, როდესაც მაქსიმალურად მოხდება სადისტრიბუციო კომპანიების დატვირთვა ჩვეულ რეჟიმში. ის რომ წელს მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდება ქვეყანაში, ეროვნული ბანკის ბოლო მონეტარული პოლიტიკის ანგარიშიც აღნიშნული, კერძოდ ეროვნული ბანკი 2025 წელს საშუალოდ 4,2%-იანი ინფლაციას მოელის, როგორც სების ანგარიში იყო ნათქვამი. საბაზრო პროგნოზით 2025 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია დროებით გადააჭარბებს 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს, რის შემდეგაც წლის განმავლობაში საშუალო ინფლაცია 4,2%-ის ფარგლებში იქნება. როგორც PMC კვლევის ცენტრში ამბობენ, გლობალურ ბაზრებზე არსებულ გარკვეულობასთან ერთად ინფლაციურ მოლოდინებზე გავლენა ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურობას და ლარის მერყეობასაც აქვს, რის გამოც მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იქნება. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის ადგილობრივი ფაქტორები. ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც განაპირობებდა ქვეყანაში უცხოური ფულადი რესურსების შემოსვლას და შესაბამისად დოლარის შემოდინებას და ეს გავლენას ახდენდა ლარის ზემოთხოვნის ზრდაზე, შემცირებულია გულისხმობ როგორც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ასევე ფულად გზავნილებს. შესაბამისად, მოთხოვნა ლარზე შემცირებულია, მეორე მხრივ ეკონომიკაში არსებობს გაურკვევლობა, რაც ლარზე აისახება უარყოფითად. მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაუფასურება ერთ-ერთში არ აისახება ინფლაციაზე, ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან მაღალი კორელაცია ამ ორ ფაქტორს შორის. შესაბამისად, მოსალოდნელი არის, რომ ინფლაცია გაიზრდება. თავდაპირველ სცენარში მოსალოდნელი იყო, რომ ეს იქნებოდა დაახლოებით მიზნობრივ მაჩვენებელთან. ამ შემთხვევაში არის ცოტა უფრო მაღალი, ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი. მიზეზი არის ის, რომ ეს გაურკვევლობის წარმოქმნელი ფაქტორები მოლოდინი არსებობდა, რომ შედარებით მოკლე პერიოდში აღმოიფრევოდა, თუმცა ეს ფაქტორები არ გამქრალა, ეკონომიკაზე კვლავ ახდენს გავლენას და შესაბამისად მათი გავლენა უფრო გრძელვადიანი და უფრო უარყოფითია, ვიდრე ეს თავდაპირველ სცენარში იყო მოსალოდნელი. ინფლაციური მოლოდინების გაუარესებასთან ერთად იანვარში დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდასთან მიმართებითაც გაუარესებულია, კერძოდ სების გამოკითხვის თანახმად დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10-20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამ თემაზე მაყურებელს მეტ შეფასებას უკვე შემდეგ გამოშვებებში შევთავაზებთ.
მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც გაუარესებულ ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით შეფასებები გაგვასნა.